ზაფხულის დადგომასთან ერთად მშობლებს კიდევ ერთი საზრუნავი ემატებათ საწაიყვანო შვილები დასასვენებლად, რომ ჰაერი შეუცვალონ. კურორტზე დასვენება ხშირად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რისი ფინანსური შესაძლებლობაც ბევრ ოჯახს არ აქვს. პედიატრ ნაირა სეხნიაშვილის ინფორმაციით, ბავშვისთვის გარემო შეცვლა ყოველთვის სასარგებლოა, თუმცა ამისთვის ზღვაზე და მთაში წასვლა აუცილებელი არ არის. მთავარია მშობელმა ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები შექმნას. ეს კი სოფლად მაცხოვრებლებისთვის სრულიად შესაძლებელია. გარდადაგები, ზაფხულის პერიოდი და დამერწმუნებით, რომ ყველა ოჯახში დგას საკითხი, სად წავიყვანოთ ბავშვები დასასვენებლად, აუცილებელია თუ არა, რომ გამოვუცვალოთ ჰაერი, ეგრეთ წოდებული, და ბავშვები აუცილებლად წავიყვანოთ ან ზღვაზე, ან მთაში. მოგეხსენებათ, რომ თუ კი ოჯახში, სოფლებში, განსაკუთრებით, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ბავშვს შეუქმნით საუკეთესო გარემოს, რომ ფიზიკურად იყვნენ აქტიურები, ბევრი ირბინონ, ბევრი იხტუნონ, რა თქმა უნდა, შესაბამის გარემოში და არა მცხუნარე მზის ქვეშ, რომ ჯანსაღი კვებით ვკვებოთ, მშვიდი და წყნარი გარემო შევუქმნათ, ბევრი აქტივობები ჩავთოთ ოჯახთან ერთად, დამერწმუნოთ, რომ თუ კი რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა არ უდგა ბავშვს, არ არის აუცილებელი წავიყვანოთ ძვირადღირებულ კურორტებზე და ამით საკმაოდ სერიოზული ეკონომიური ტვირთი ავკიდოთ ოჯახებს. გავმეორდები და კიდევ ერთხელ ვიტყვით, ჯანსაღი გარემო სოფლებშიც, ბებიებთან და პაპებთან, იგივე ჩვენ საკუთარ სახლებში, ფიზიკური აქტივობა, საერთო აქტივობებში ჩართვა, საერთო ღონისძიებების დაგეგმა აბსოლუტურად საკმარისია და არ არის აუცილებელი, რომ ბავშვი დავასვენოთ და წავიყვანოთ ახალ გარემოში. დამერწმუნეთ, განსაკუთრებით კახეთის მხარე დახუნცლულია უამრავი საინტერესო, ძალიან ლამაზი და სასიამოვნო გარემოთი. შაბათ-კვირა გამოვყოთ, დავგეგმოთ, ავიყვანოთ გინდაც გურჯაანის რაიონში, საუკეთესო ადგილები გვაქვს ზიარში, საუკეთესო ადგილები გვაქვს ჭერემში, თავისუფლად შეგვიძლია, რომ აი ესეთი გასვლები მოვაწყოთ, რომ ბავშვებისთვისაც საინტერესო იყოს და ოჯახებისთვის. თუ ბავშვს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ აქვს რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა და არ არის აუცილებელი კურორტული მკურნალობა, სახლშიაც გადასერევად დაისვენებენ.